როგორი უნდა იყოს საქართველოს 20 წლის შემდეგ. Რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი თავისუფალი, ეგ აუცილებლად. ეს რა თქმა უნდა. დანარჩენი? მე მინდა გარემო, სადაც ადამიანებს აქვთ მაქსიმალურად საკუთარი შესაძლებლობის, საკუთარი ნიჭიერების გამოვლენის ასპარეზი. ეს არის მთავარი მიზანი ზოგადად სახელმწიფოსი. კენედიმ თქვა ოდესღაც, რომ ის კი არ იკითხო რა გააკეთა სახელმწიფოს შენთვის, არამედ იკითხე შენ რას აკეთებ სახელმწიფოსთვისო. და მილტონ ფრიდმანმა გააკრიტიკა, რომ არც ერთი ეს ნაწილი სიამოვნებაში სწორი არ არისო. თუ შენ უყურებ იმას, რომ რას აკეთებს სახელმწიფო ჩემთვის, ეს არის, რასაც ჩვენ მანამდე პოდკასტის დასაწყისში ვეძახდით პატერნალიზმს, რასაც შენ სახელმწიფოს უყურებ როგორც მშობელს, როგორც რაღაც მეურვეს, რომელსაც შენც რაღაცა უნდა გააკეთოს. და მეორე ის ხედავს, რომ მე რას ვაკეთებ სახელმწიფოსთვის, ასევე არის ასეთივე საბჭოთა იდეოლოგიისთვის დამახასიათებელი, რომ თითქოს ადამიანი არის რაღაცა ჭანჭიკი, რაღაცა დიდი მექანიზმის ნაწილი, რომელმაც უნდა კარგად იმუშაოს, რომ ამ მექანიზმმა გამართულად იმუშაოს, და თითქოს სახელმწიფო არის რაღაცა მონა, შენი ხვედრია, ადამიანი არის მონა, შენი ხვედრია, რომ რაღაც სახელმწიფოს ემსახუროს, ოლმოდივად, არც ეს არ არის სწორი. სიამოვნებაში თავისუფალი ადამიანის დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი ესეთი უნდა იყოს, რომ რა შვება სახელმწიფო იმისთვის, ჩემი შესაძლებლობები იყოს მაქსიმალურად გამოვლენილი.